როგორ კვდება ხალხის სული? გადავიდეთ ყველაზე სასტიკ ნაწილზე. იმაზე უფრო სასტიკ, ვიდრე სტალინის წინაქმედებებია. 1932 წელი. სტალინს ინდუსტრიალიზაციისთვის რესურსები ჭირდება. შედეგად იწყებს ხორბლის კვოტების დაწესებას და მიწების კოლექტივიზაციას. ამაზე ბუნებრივია გლეხები შეეწინააღმდეგნენ. სწორედ აქ დატრიალდა ახალი საშინელება. სტალინმა ისინი კულაკებად გამოაცხადა. ხორბლის კვოტები შეუძლებელ დონეზე აწია. როდესაც გლეხებმა ამ კვოტების შევსება ვერ შეძლეს, შეაგზავნა რაზმები, რომლებმაც სოფლები გაძარცვეს. წაიღეს არა მხოლოდ ხორბალი, არამედ ნებისმიერი რამრად საკვებად გამოდგებოდა. სპეციალური რკინის ჯოხებით მიწას ამოწმებდნენ დამარხული საჭმლის საპონელად. ამოიღეს თესლები, რომ შემდეგი მოსავალი ვერ მოსულიყო და შინაური ცხოველებიც კი წაიყვანეს. იმისთვის, რომ სიკვდილი გარანტირებული ყოფილიყო, ბოლოს ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც კი შეზღუდეს. შედეგად უბრალო მოვლენად იქცა ტყავის ნივთების ან ნებისმიერი რამის ჭამა, რაც თუნდაც ოდნავ გაუჩერებდა ხალხს შიმშილის შეგრძნებას. კანიბალიზმის ფაქტები ხშირი გახდა. ვიდრე ჰოლოდომორი დასრულდა, მილიონობით ადამიანი გარდაცვლილი იყო, ხოლო ხალხის სული, გამბედაობა და ხერხემალი გადატეხილი. წინააღმდეგობა დასრულდა. ჰოლოდომორი უკრაინელთა გენოციდის ისტორია, თუმცა მსგავსი სისასტიკე საბჭოთა რეჟიმმა საქართველოშიც გამოიჩინა, მათ შორის თქვენს ოჯახებში. ჩვენ სწორედ ამ ადამიანების შთამომავლები ვართ. ასე რომ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ოჯახის პირადი ისტორიები, თუ რა მოხდა ამ წლებში.